მშვიდობა, ძმებო, ახლობლებო, შორეულებო, ნაცნობებო, უცნობებო, ალილუია. ეს ნიშნავს აქებდეთ ღმერთს. კარგით. სანამ ეს საგალობებს ვიგალობებდი, ჩემო ძმებო და დებო და ახლობლებო, ნაცნობებო და უცნობებო, რომელიც ხარ მან სულერთია, იაკობის წერილიდან მეოთხე თავის მე-13 და მე-14 მუხლები. მოდით, გთხოვ, ძალიან ერთი წუთი არის. თქვენ თქმელებო, დღეს თუ ხვალ ამადა ამ ქალაქში წავალთ. იქ ერთ წელიწადს დავყობთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთ. ანდა ამ წელს წავალ ჰოლიდეიში დასასვენებლად, იქ დავისვენებ, მერე მოვალ, გავაგზელებ ცხოვრებას, ჯანღონის სავსე და ასე ისე, ჰაი-ჰუი. მაგრამ წერილი ამბობს, რა თქვენი სიცოცხლე? და იქ კითხვის ნიშანია. რა არის შენი სიცოცხლე ადამიანო? და ხსნის რა არის? ორთქლი. პარ. ხოსით? ორთქლი. ჩაიდანი რო დუხს, ორთქლი რა მოდის. ნახავ და გაქრა, всё, არ არის. რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მე კი გაქრება. მე არ გავაგზელებ. რა არის თქვენი სიცოცხლე? ეს სიცოცხლე არავინ არ იცის, როგორც არავის არ შეუკითხია. პატივსემლო მოქალაქე ადამიანო, გინდა? გზავნი დედამიწაზე საცხოვრებლად, უნდა დაიბადო. როგორც არავის არ შეუკითხია, აი ასე არავინ არ კითხავს, ბატონო, კახაკებურიან და კიდო ვინც ხარ იქ, თქვენი დრო ახლოვდება, მოემზადეთ. ასე იქნება თვალის დახამხამებაზე. მე ერთი მეზობელი ხელში შემომაგდა, მისი ცოლი ყვიროდა. დებავდა ავარდისევით. ჩემაღლა ცხოვრობდა. მაგიდაზე იჯდა ის კაცი. საჭმელს ჭამდა. იქ მოკვდა. ვერაფერი ვერ უშველეთ. всё. ის იფიქრებდა, რომ საჭმლის დამთავრებასაც ვერ მოასწრებდა და სულს განუტევდა. მისი ცხოვრება უკვე წამები ითვლებოდა, მან კი სასწყალის შაშლიკებს მიერთმევდა. ვერ შეერგო არც ის საჭმელი და წავიდა ისე. ამ ქვეყნიდან. როგორ ეს ღმერთის წინაშე წარდგება ყველა. ამიტომ წერია, რომ ვინც მონანიებული არ არის, ვინც იესო არ წამს. ის კი არა, შენ რო გწამს ღმერთი რაღაც აქ არსებობს. ბიბლია ამბობს, რომ ეშმაკესაც სწამთ, რომ ღმერთი არის, ყველაზე უკეთესად იმათმა იციან. მაგრამ კანკალებენ, რატომ არ ემორჩილებიან. რწმენა საერთოდ სიტყვა ნიშნავს ნდობას, რომ ენდობი მას, მასზე ხარ დამოკიდებული, მისი გჯერა. ესაა ჯერა, რწმენა. ხო და ამიტომ ეს საგალობელიც ამაზეა და ამ საგალობელს ქვია საწუთო არის ჩვენი ცხოვრება. საწუთო, წუთი. ამიტომ ქვია მას წუთის სოფელი. თუ ამ ქვეყნიერებას ქვია წუთის სოფელი, მაშინ ჩვენი ცხოვრება სულ რა იქნება? წამის ცხოვრება. საწუთო არის ჩვენი ცხოვრება. ნუ თუ ჯერ კიდევ არ გესმით ხალხო, ნუ თუ ჯერ კიდევ არ შეგიგნია, რომ ბოროტება აქ უნდა დასმო. ყოველ წუთში ჩვენ გვიახლოვდება ჟამი ამ სოფლის აღსასრულისა და თუ დღესვე შენ ღმერთს არ მიმართე ვეღარ იპოვე შვება სულისა. დავს მოცოდვა და ამაება
დაფუფუნება ჩვენი ხორცისა და შევისწავლოთ ღვთის სახარება სადასერია საქმე სულისა საქმე სულისა თუ შენ გამჩენის სიტყვებს დამცნებებს გვერდსა უხვევ და შორს გაექცევი ის არ მოხედავს არ შეგიბრალებ და ცეცხლის ბაში გადავარდები როცა დადგება ამ ქვეყნის ბოლო მოევლინება ანგელოზები წარიტაცებენ იმას ვინც არის წმენით ახსავსე დამორჩილები მაშინ ცოდვილო გვიანი იქნება შენ სამჟავროზე ვერ გამართლდები არ გეყოლება ქრისტე დამცველა და სამუდამოდ დაიტანჯები სანამ დრო არის დასმე ცოდვილო ხორცის დატკბობა წამდეს გამჩენი ამ ქვეყნას სულზე იფიქრე რათა ქრისტესთან იქნეს ცხოვრება შენი ცხოვრება შენი ამინ უკაცრავად ხარვეზებით შემეშალა ეს ის მაგრამ სულ არ მანერიულებს რა შემეშალა სად შემეშალა ხმა ტონი მე მინდოდა ის სიტყვები იმისანა ლექსია ეს არის ქადაგება და გალობა არის ქადაგება ლამაზად ტონით გადმოცემული და თუ თქვენ არ გაწყენთ და არ მოგბეზდათ ერთ წუთში წავიკითხავ ამ ლექსს ამ საგალობელს შეიძლება ზოგიერთი სიტყვები გალობის დროს ვერ გაიგეთ ხან ჩავყლაპე ხან მუსიკამ ჩაყლაპა და რაღაცა და წავიკითხავ დამთავრდა ეს საგალობელი ასე არის საწუთო არის ჩვენი ცხოვრება ნუ თუ ჯერ კიდევ არ გესმით ხალხნო ნუ თუ ჯერ კიდევ არ შეგიგნიათ რომ ბოროტება აქ უნდა დასწმოთ ყოველ წუთში ჩვენ გვიახლოვდება ჟამი ამ სოფლის აღსასრულისა და თუ დღესვე ეხლა ამ წუთას დღესვე ამ დღეს შენ ღმერთს არ მიმართე ვეღარ იპოვი შვებას სულისას დავსწმოთ ცოდვა და ამაოება და ფუფუნება ჩვენი ხორცისა რომ შევისწავლოთ ღვთის სახარება სადაც წერია საქმე სულისა თუ შენ გამჩენის სიტყვებს და მცნებებს გვერდს აუხვევ და შორს გაექცევი მაშინ ის არ მოხედავს არ შეგიბრალებს და როგორც წერია ცეცხლის ტბაში გადავარდები როცა დადგება ამ ქვეყნის ბოლო
იესო ამბობს მათესახარებაში მოევლინება ანგელოზები წარიტაცებენ იმას ვინც არის წმენით ახსავსე დამორჩილებით მაშინ ცოდვილო გვიან იქნება შენ სამჟავროზე ვერ გამართლდები არ გეყოლება ქრისტე დამცველად ბარისტერი ადვოკატი არ გეყოლება და სამუდამოდ დაიტანჯები სანამ დრო არის დასცმე ცოდვილო ხორცის დატკბობა გწამდეს გამჩენი ამ ქვეყნად სულზე იფიქრე რათა ქრისტესთან იქნეს ცხოვრება შენი უფალმა გაკვირთხო და დაგლოცოთ იესომ თქვა ვისასყურია მოვიდეს ჩემთან მე ვარ გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე ჩემი მორწმუნე რომს მოგდეს მას აქვს საუკუნო სიცოცხლე იგი სიკვდილიდან გადავიდა სიცოცხლეში ქრისტეს მორწმუნეს всё ჩაწყობილი აქვს საქმე ვინც მოინანია ვინც აღიარა უფალი იესო თავის პირად მხსნელად ღმერთად მაცხოვრად მშველელად ადამიანო რა არის ჩვენი ცხოვრება ეს არის ორთქლი შენ ხარ დარწმუნებული რომ ხვალ გაიღვიძებ თუ იტყვი ხოს შენი სიტყვა არ ყოფილა სანდო იმიტომ რომ არავინ არ იცის სახარება ამბობს თქვენ მთქმელებო დღეს თუ ხვალ ამამ თუ იმ ქალაქში წავად იქ რაღაცას გავაკეთებ დაბრუნდებით და რაო თქვენი სიცოცხლე ორთქლი ფაფუ მახსოვს ერთხელ როცა ზუგდიდში ცხოვრობდი სამეგრელოში ბინაში გაისმა კივილი ზევითა სართულზე მეზობელი ხალი კიოდა ავარდი ზევით და თურმე იზდა თავისი ქმარი მაგიდაზე იჯდნენ ჭამდნენ საჭმელს კარგ სუფრაზე იჯდნენ რაღაც შაშლიკი ხორცი რო ჭამდა ისე სული განოტევა იმ გასმა ვერაფერი ვერ უშვილეთ მოკვდა ეხლა შემეკითხეთ ის მას აზრადაც არ მოვიდოდა რომ ამისანა სასიამოვნო კიტრი პამიდორი ზაფხული იყო ხორცი იმისანა სუნი იყო მაგრამ სუნი იყო საჭმელი სასიამოვნო არომატიული ხო ეს მეგრელები რო დაჭრიან ის სალატას და ხორცი რომ მიუჯდება იმას გვერდით ამისანა სუფრაზე ის კაცი იფიქრებდა რომ მე ახლა საჭმლის ჭამას ვერ მოვასწრებ და მოვკვდები რომ გეთქვა ალბათ იმ ხორცს შაშლიკს დაგარტყამდა თავზე არც ირწმუნებდა არც ელოდა აზრადაც არ მოვიდოდა მაგრამ რა დაემართა სუფრაზე მოვკვდა მაგიდასთან რატომ იმიტომ რომ რა არის ჩვენი ცხოვრება რითი ხარ შენ დარწმუნებული რომ ხვალ მოინანიებ ზეგ მოინანიებ შემოდგომას მოინანიებ ეხლა ხარ ცოცხალი სუნთქავ სანამ დროა არ ირისკო რა იცი 5 წუთის შემდეგ რა მოხდება და იცი ჩვენ რას ვისყულობთ მარადიულობას ღმერთმა გვაშოროს და რამე წკლებ რომ გადაიკეტოს ამ გული ან რამე სიცოცხლე ჩვენ ამ სხეულიდან სიკვდილის შემდეგ სიკვდილი არის ეს კალიდორი გადასვლა მეტი არაფერი შევდივართ მარადიულობაში ტყუილია გინო არავინ არ მოგატყუილოთ ილოცებენ შენზე და გადმოგიყვანენ მეტი საქმე არ აქვს ეს ტყუილია ეს არის დაჩის ზღაპრები ნუცა სკოლა ვინც ამას გასწავლიან ესენი არიან ნუცას ისინი მოსწავლეები ჯერ ნუცა რა არის და მერე იმისი მოსწავლე და მერე იმის მოსწავლეების მოსწავლე ხარ შენ თუ ასე გჯერა ამიტომ იესომ თქვა ერთხელ სიკვდილი შემდეგ გასამართლება ასეთ რომ არ ირისკოთ რაზე უნდა ირისკოთ თქვენი მარადიულობა მერე ვერ დააბრუნებთ ამ მომენტს რა ვიცი მაბადია თუ ბევრი ვილაპარაკე მაგრამ შენი სიცოცხლე შენს ხელშია შეგიძლია ასე როგორც ჩიტი რო გასვას ხელის გულზე
შეგიძლია ასე გახსნა და გაუშვა და სიცოცხლე აჩუქო. ანდა ამ ხელი შეგიძლია ამ ჩიც მაუჭირო ასე და სიცოცხლეს გამოასალმო. ასე გახს შენს ხელშია შენი სიცოცხლე, შენი მარადიულობა. შეგიძლია თავისუფლება მისცე მარადიულობა, შეგიძლია არა, ჩემია სიცოცხლე და როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ. კაი, გიცხოვრია. თუნდაც 80 წელი. თუნდაც 1 წელი. ხო არ არის ის, მაგრამ მერე სასამართლო. უფალმა გაგვერთხოთ, დაგლოცოთ. მე არავის არ ვაშინებ, უბრალოდ გავფრთხილებთ. იესოს სიტყვებს ვიმეორებ. თუ არ მოინანიებთ, ასევე დაიღუპებით. ეს თქვა უფალმა იესომ ბევრჯერ. უფალმა გაგვერთხოთ, დაგლოცოთ და უფალმა მოგცეთ ის ჭეშმარიტი არჩევანი, რომელიც იხსნის შენ მარადიულ სულს და კიდევ გაგახსენებთ ამ საგალობლის ათაურს. საწუთო არის ჩვენი ცხოვრება. დაფიქრდი ამაზე.